გამარჯობა, თმევა ნათია ჩხეტიანი. დასაქმებული ვარ ტიფლისკის მოპოგრებში 2013 წლიდან. გაფორმებული ვიყავი თავიდან ეკრანის ციმდებლად, მერე გადამიყვანეს ყუთებზე სტიკერების მიმკვრელად, მაგრამ ხელშეკრულებაში ჩანაწერი არანაირად არ შეცვლილა, ოფიციალურად ისევ ეკრანის ციმდებლად ვიყავი გაფორმებული, მაგრამ ვაკეთებდი საერთოდ ყველაფერს. იქნებოდა ეს თიხის ბოთლების რეცხვა, იქნებოდა ყუთების კეთება, იქნებოდა სიტყვაზე ბოთლების ნებისმიერი საქმე და დალაგებაც კი სხვათა შორის, რაც ჩემს მოვალეობაში საერთოდ არ შედიოდა, მაგრამ უსიტყვოდ ვასრულებდი. გამოწერილი მქონდა კვირაში 3 დღე გენერალური დასუფთავება ქარხანაში დაყოლოს და ერთ მშვენიერ დღესაც არის ასეთი დღე, რომ ცისტერნების ოთახი ქვია, სადაც ღვინო გადმოდის და უნდა მე მანქანაში გადმოვიდეს, რომ ჩამოისხოს. ერთდროულად მიმდინარეობდა რემონტი, ჩამოსხმა და პარალელურად დაგვავალეს მე და ერთ თანამშრომელ გოგოს დასუფთავება. მივხმარებოდით დამლაგებას. ეს ხდება 2019 წელს. რა თქმა უნდა, ეხლა ყოველგვარი ნაღმებობის გარეშე წავედით და დავალაგეთ. დილის 10:30-დან რო დავიწყეთ 3 შლანგი შევიტანეთ და შლანგებით რეცხავდით, რასაც ვქიათ ამ ოთახო, სუსველები გამოვიდით ოთახიდან. შემოწმებაზე შემოვიდა დირექტორი, რა ვიცი, სად ნახა, მტვრის ნაწილი სად ნახა, რა იყო, არ ვიცი. მოდის გაბრაზებული ტონით ჭუბობს, მივიხედეთ უკვე მე ამ დროს ჩემს საქმეს ვაკეთებდი და დაალაგებულებას მოვჭით ყველაფერი. მოდის ეს დირექტორი ამ ჩემ ხელმძღვანელთან ერთად და ჭუბობს, რომ ნუ ვინ ალაგებდა რუსულად რა და ამ ჩემმა ხელმძღვანელმა ჩემზე ესე ხელი გამოუქნია, აი ეს ალაგებდაო რა და ეს კაცი მოდის, აი ესე ხელი აწეული აქვს და რუსულად მეუბნება, რომ ნამუსი უნდა იქონიო, ეს არისო შენი დაალაგებული და გამომიწია მაისური და ჩამომისო ხელი. ისეთი შოკი მივიღე, რომ აი ხმა ვერ ამოვიღე. მეთქი რა გააკეთა ამ კაცმა. ხო და ანუ იმ წუთში მართლა აი თანამშრომლებიც და მე თანხმებია, რომ აი გავქვავდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და სახლში რომ წამოვედი, რო არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, საერთოდ ან რა მომემოქმედებინა, არც პროფკავშირების არსებობა ვიცოდი, საერთოდ რა უფლება მქონდა ისიც არ ვიცოდი. ნუ მეორე დღისით ველოდებოდი ისევ რომ მეტყოდნენ დაალაგე და მე გადაწყვეტილი მქონდა, რომ აღარ დამელაგებინა და უარი მეთქვა. სანამ სამსახურში მოვიდოდით, ერთადერთი რაც მოვიფიქრე, რომ გამეკეთებინა იყო პატრულში დარეკვა, ავუხსენებ მდგომარეობა. მეთქი რა შემიძლია რომ გავაკეთო. მათ შემომთავაზეს, რომ ეხლავე მოვალ სამსახურში და საქმეს ავოძრავთო. როდესაც მეორე დღისით მოვედი და დილაუთენია ისევ გამომიცხადა ხელმძღვანელმა ქამანინავა სიურმა, რომ დაიწყე ოთახის დაალაგება, მე მივედი და ეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით აი ესე ვეუბნები, რომ ნინო მეთქი ძალიან დიდი ბოდიშით მეთქი, მაგრამ დირექტორმა მე რაც შეურაცხყოფა მაკადრა აწი აღარ დავალაგებ მეთქი. აქ დაიწყო რო იტყვიან არ დავიწყება. ხელების ქნება წივილი, კივილი მე ვარ შენი უფროსი, შენ ვალდებული ხარო ეს გააკეთო და როდესაც კითხვა დაუსვი, რატო ვარ ვალდებული მეთქი? თქვენ მე ამაში ზედმეტ რამეს მიხდით მეთქი? მე უფლება მაქვს შენ ნებისმიერ პოზიციაზე გადაგიყვანო. შემიძლია უფასოდ დამლაგებლადაც გამუშაო. აი ეს არის მაგის სიტყვები, თუ ამას არ შეასრულებ, წადი სამსახურიდან. არ შევასრულებ მეთქი, ან ეხლავე წადი დაალაგეს ისევ ის სისტემების ოთახი, ან არა და სამსახური დატოვე მეთქი, მე არ წავა სამსახურიდან. მაშინ მე გაგაგდებო, მე დაგიწერ განცხადებასო. კი ბატონო, თქვენ შეგიძლიათ დამიწეროთ და მე ვიცი ამ განცხადებას სადაც წავიღებ მეთქი. ეს რა თქმა უნდა ამას არ მოელო და დაურეკა მენეჯერს და უთხრა მაქსიმალურად დააჯარიმე, იმიტომ რომ შემეწინააღმდეგაო. და ეს მაქსიმალური ჯარიმა იყო 50 ლარი. როდესაც მენეჯერთან ავედი და მკითხა რა მოხდა არა და ძალიან კარგად იცოდა რაც მოხდა. მე აუხსენე სიტუაცია, აუხსენი რომ პატრულში მქონდა დარეკივი და ჩემს არსებობდებია რომ შემოვიდნენ მეთქი. თუ გინდა არ მოვაწერო ხელი ჯარიმის ფურცელზეო. არა მეთქი, მე მოვაწერ ამ ჯარიმის ფურცელზე, ხაც იმიტომ რომ შეიძლება ეს დამჭირდეს. და თუ შეიძლება მომენტიც ჩემი ხელშეკრულება თუ არსებობს მეთქი, რა თქმა უნდა. კი, როგორ არაო და ხელშეკრულებისაც საერთოდ არ გვაძლევდნენ. მანამდე და ხელშეკრულება მომცათ როგორ იცით? აი სერვასი, არც ქარხნის ბეჭედი ზედ, არც დირექტორის ხოლმოწერა, ჩემი მონაცემებიდან იყო მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი. არც ის არ ეწერა რა პოზიციაზე ვიყავი საერთოდ გაფორმებული, ანუ არანაირად და ხელშეკრულების გარდა ყველაფერი იყო ის. სამუშაო განრიგთან დაკავშირებით იყო არანორმირებული გრაფიკი. ვიცოდით რომ 10:30-ზე მოვდიოდით, მაგრამ როდის წავიდოდით სახლში არ ვიცოდით. შაბათი დღეები საერთოდ მუქთად გვამუშავებდნენ, იმიტომ რომ რატომღაც სულ ჰქონდა დირექტორის ვალი, ქარხნის ვალი და ვალი რას ნიშნავს? თუ სიტყვაზე რაღაცა შეფერხება მოხდებოდა, ან მანქანა გაბუჭდებოდა, ან შეკვეთა არ იყო, რაღაცა მაგის მსგავსი და სახლში გაგვიშვებდნენ, გვეუბნებოდნენ რომ თქვენ ამ დღიდან არაფერი გაკლდებათ
მაგრამ შაბათი დღე იმუშავებთ უფასოდ. ეს არის ქარხნის ხვარი. სინამდვილეში ჩვენ რა გვაკლდებოდა, მართლა გვემატებოდა თუ არა, არავინ არ იცოდა. დღემდე ეგრეა. ხელფასები არის გამომუშავებაზე და კაცი ვერ იგებს რას გვიწერენ და როგორ გვიწერენ. ამას თვითონ მიმოხაზიული, იმიტომ რომ ეგ ანგარიშობს ჩვენ ხელფასებს. ანუ რამდენი ჩამოისხა, რამდენი რა გაფორმდა და ასე შემდეგ და მე რეაწვდის ბუღალტერს თავის დაანგარიშებს და ის უბრალოდ რიცხავს იმ თანხას. სანამ პროფკავშირებში გავწეორიანდებოდით, ჩვენი არანორმირებული გრაფიკი იყო მაგალითად 10:09-დან 11-მდე, 12-მდეც გრძელდებოდა და იყო რამოდენიმე შემთხვევა, რომ 2 და 3 საათზეც შევსვართ სახლში, მაგრამ ძირითადად 11-12 საათამდე. და შაბათი დღე საერთოდ სანატრელი გქონდა. როდესაც სანამ პროფკავშირებში გავწევრიანდებოდით, ჩვენი ხელფასი 600 ლარს არ ცდებოდა. და ეხლა უკვე როდესაც მე დავაყენე საკითხი, რომ 6 საათის მერე ზეგანაკვეთური უნდა იყოს დაფიქსირებული, რომ გადაგვიხდიან თუ არა ეს უნდა ჩანდეს, მაგის მერე უკვე დაიწყეს ნენელა დროის შემცირება, ანუ ესე გვიანობამდე აღარ ვტოვებდნენ. მე მით უმეტეს რომ გამომიცხადა რომ შენ ოფიციალურად 6 საათზე წაყოლ, აღარ დარჩები 6-ის მერეო. მომიწია ბიულეტენზე გასვლა. ბიულეტენზე რომ გავედიან პანდემიის დროს, ჩემი მუშაობის განმავლობაში რაც ამ ქარხანაში ვიყავი, მეორე შემთხვევა იყო რომ ბიულეტენზე გავედი. მანამდე იყო ესეთი რაღაც, რომ ყველა საყრდებოდა თანხა, თან სოლიდური თანხა. მე 5 დღეში დამაყდა 109 ლარი. ნინოს მაგალითად 150 ლარი დააყდა, არ ვიცი რამდენ დღეში. და ყოფილა შემთხვევა 400 ლარიც დაუკვლიეთ თანამშრომლებისთვის. და მე არ ვიცოდი თურმე ეს არ შეიძლება და მაგდენი ნამდვილად არ ვიცოდი. ესენი გვეუბნებოდნენ მაგალითად ხსნიდნენ ასე, თქვენ ფიქსირებული ნაწილიდან არაფერი გაკდებათ მხოლოდ ის დღეები რაც არიარეთ. მე რომელიც მყავს ბუღალტერი ახლობელი, მან მითხრა რომ არავითარ შემთხვევაში, როდესაც შენ ხარ გამომუშავებით ხელფასზე, წინა 3 თვის საშუალო ხელფასი ანგარიშდება, ამიხსნა როგორ რა. ეს მე გადავამოწმე, სხვათა შორის, ბუღალტერთა კავშირში, სხვადასხვა ორგანიზაციებში, იურისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. როდესაც მე შემ ბუღალტერსაც ავუხსენი, ნინო ხაზიურსაც ავუხსენი, წამოვიდა აი გაუგონარი შეურაცხყოფები, წამოვიდა მუქარა რომ ჯორჯიან ვაინ პროდუსი კომპანიის გააკოტრებდნენ, მიდის გაკოტრება რეალურად არ აქვს ჭირდება და შენ წახვალ მასე მოგიშორებთ თავიდანო რა და შენს გამო ძალიან ბევრი დაკარგავს სამსახურსო. 29 მარტამდე ვცდილობდი ჩემით მომეგვარებინა ამათთან ეს საკითხი რომ დაებრუნებინათ ეს თანხა. რადგან ვერაფერს ვერ გავხდი, 29 მარტს გავაგზავნე შრომის ინსპექციაში საჩივარი. 25 მაისს უკვე ინსპექტირება განხორციელდა, დაიწყო მოკვლევა ამ საკითხზე დაკავშირებით. ვიფიქრე რომ ინსპექტირება ისევ არ განხორციელდებოდა როგორც 2020 წლის შემთხვევაში. ინსპექტირება რომ განხორციელდა ნინო ხაზიურე არ იყო რა სამსახურში და როდესაც დაბრუნდა, ყველას გვეგონა სხვათა შორის რომ მაგალითად ვერაფერს ისეც ვერ გვეტყოდა ყოველ შემთხვევაში ზეწოლას ვერ განახორციელებდა, მაგრამ ისეთი გაუგონარი ზეწოლა წამოვიდა, ყვირილი, წივილი, კივილი. მე თქვენ გიჩვენებთ სერს, რადგან თქვენ ნათიას მხარეს ახართ და ნათიას უჭერთ მხარს და არ უშლით ამ საჩივრების წერას, აწიმიყურეთ თქვენ რას გიზავთ. რა თქმა უნდა, ხმას ვერავინ ვერ იღებს. გამოვაკრა ბრძანება, რომ ჩვენ არა გვაქვს გასაჩივრების უფლება, ჯერ თუნდაც მასთან უნდა მივიდეთ, მე დირექტორის სახელზე წერილი დავწეროთ, მე მთავარი დამფუძნებლის სახელზე წერილი დავწეროთ, აი მე თუ ვერაფერს ვერ გახდით, მე შეგიძლიათ იჩივლოთო. რა თქმა უნდა, შრომის ინსპექციას ამის შესახებ ვაცნობე, მეთქი ესეთი ზეწოლა მოდის მეთქი. და მაგაზე არ ვიცი, ხა განხორციელდა ინსპექტირება თუ არა, ნამდვილად არ ვიცი. ერთი სიტყვით ის თანხა დამიბრუნეს, მაგრამ დამიბრუნეს როგორ? მე მომივიდა დასკვნა, რომ რა თქმა უნდა, თქვენ ხართ მართალი, ვალდებულები არიან, რომ ეს თანხა დაგიბრუნოთ და მიეცათ მითითება, რომ შემდეგში ასე დაანგარიშდეს ბიულეტენის თანხა. მეორე დღისით ჩამირიცხეს ეს თანხა, მაგრამ სხვა თანამშრომლებზე გააგრძელეს ისევ დაკლება, ცოტა თლად იმდენი თანხით ვერა, მაგრამ მაინც. ანუ, როდესაც თანამშრომლებს დავეხმარე რა, ამ თანხის მიღებაში წამოვიდა მისგან ასეთი შეურაცხყოფა, რომ იცი რა შენახარ ინტრიგანი, ეს ქარხანა არის ძალიან კარგია და შენახარო ინტრიგანია და ერთ რჩევას მოგცემო რა, წადიო შვილები გააჩინეო რა, აი ქალის დანიშნულება ეგ არისო, რომ შვილები გააჩინოს და როდესაც უთხარი რა შუაშია ეს საქმესთან დაკავშირებით, თან ამას მეუნება ისე რომ ყველას ესმის და მაგრამ ამ ადამიანმა ჩემი ოჯახური მდგომარეობა ძალიან კარგად იცის რომ გაცილებული ვარ მეუღლეს და შვილი არ მყავს და არ არის სასიამოვნო ეხლა რომ კაცების თანდასწრებით გიყვირის მაგას ხო წადი შვილები გააჩინე არ არის ეს მიღებული ფორმა
ბოლოს, როდესაც რეინსპექტირება განხორციელდა, ამ ადამიანის გამოც რომ შემოვიდნენ და შეამოწმეს მისი ბიულეტინის საქმე, იქ რეინსპექტირება მოხდა რომ მე დამიბრუნეს ბიულეტინი თუ არა და რო აუხსენი მდგომარეობა მე კი დამიბრუნეს, მაგრამ აგრძელებენ სხვებისთვის დაკლებას და აგერ ერთ-ერთ თანამშრომელ ქალს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს მეთქი. გამოუწერეს სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც აგერ ხელში მიჭირავს. ეს ოქმი გამოწერილია 21 იანვარს და მე გამანთავისუფლეს 9 თებერვალს და ეს არის 20 დარღვევის ფაქტი გამოვლენილი. ანუ პირველად რომ მოხდა ინსპექტირება, მათ მიეცათ მითითება, არ დაუჯარიმებიათ, რა უნდა გამოესწორებინათ, არ გამოასწორეს. როდესაც ეს აღმოაჩინეს, დააჯარიმეს 7200 ლარით. ზუსტად ვიცოდი, რომ ამას მოყვებოდა მათი მხრიდან ეს რეაგირება, ამას ისე არ შევარჩენდნენ, ეს იყო სუმცირად 15000 ლარი ისე გამოდიოდა 30 კაცისაგან, ხელა თანხის ამოღება, როგორც არაფერი 15-20000 მინიმუმ და და ჩაუვარდათ მომენტი ასე რომ ანუ უკრაინისთვის ბოთლებს აღარ ვაფორმებთ ხელით. აქციზები აღარ სჭირდება და თურმე ორი ადამიანი ვართ ზედმეტი და რატომღაც ორი ადამიანი აღმოვჩნდით. მე პირველად პროფკავშირის თავმჯდომარე და ნინო, რომელიც ყოველთვის დადიოდა ჩემთან ერთად სემინარებზე და ტრენინგებზე, რომელიც ინსპექტირების დროს სულ ყოველთვის ამოწმებდა ჩემს სიტყვებს და თვითონაც ახლა რა თქმა უნდა, რაც დასამატებელი იყო ამატებდა და გამოგვიცხადეს რომ ჩვენ ვართ თურმე ზედმეტი. აი ასე, მაგრამ იქ უკვე პირად საუბრებში ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ეს არის ანგარიშწორება დირექტორის მხრიდან. ჩვენგან თუნდაც მოელოდა დირექტორი, რომ მე რატომღაც მოვაწყობდი ბუნდს, რა თქმა უნდა ეს არ მოვაწყებდი და პირდაპირ უთხარი, რომ აუცილებლად მიმართავდი მედიაციას. მედიაციის მნიშვნელობა მივხვდი, რომ არ იცოდნენ, მათ ეგონათ ტელევიზია მომყავდა. რა თქმა უნდა მედიაციამ წარუმატებლად ჩაიარა, რატო არ წამოვიდა არანაირ დათმობაზე დირექტორი. მithumetes იყო ჩვენი მხრიდანაც რაღაცა დათმობების სხვა პირობების, მაგრამ არა, ამიტომ შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში. გაფიცვასაც ვაორგანიზებთ და იმედია ხალხი ვიცი რომ ძალიან შეშინებულია და მინდა მიუმართო რა ამ ადამიანებს რომ ნუ გეშინიათ, მათ ჩააწვეთეს ასეთი რაღაც რომ აი შეიძლება შემცირება დაიწყოს, იმიტომ რომ გასაგებია რომ დაემთხვა ეს რუსეთ-უკრაინის ომი. სხვათა შორის ეს კომპანიაც არის რუსული, ტიფლის კინოპოგრები და ჯორჯია მაინ პროდუსი კომპანია, ერთი და იგივე კომპანია და რუსეთში რეგისტრირებული. და რო იტყვიან მათ წისქვილზე დაასხა წყალი, თანამშრომლებს აგონებენ რომ შეიძლება შემცირება წავიდეს, შეიძლება ქარხანა გაჩერდეს და თანამშრომლები არიან დაშინებულები, გაურკვევლობა აქვთ. არ ვიცი, იმედია რომ გაფიცვა შედგება, უნდა შედგეს აუცილებლად. ეს არ არის მარტო ჩემი პრობლემა, ხვალდაზე მათ მიადგებიან. ზუსტად ვიცი რომ პროფკავშირების დაშლა უნდათ. მინდა დასაქმებულებს მიმართო, მართლა, აი ეს არ არის რა, აი უბრალოდ ჰაერზე ნათქვამი სიტყვები. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, დამიჯერეთ. ამ 4 წლის მანძილზე 2019 წლიდან მოყოლებული დღემდე ძალიან ბევრი რაღაც შევცვალეთ. შრომის ინსპექციის სამსახურის დახმარებითაც, პროფკავშირების დახმარებითაც, რა თქმა უნდა, იყო ზეწოლა, იყო დაშინებები, მუქარები. იგივე რამდენიც სემინარებზე წავედით, ნინოს მიმართ იყო ზეწოლა, მამამის ურეკავდნენ და შენი შვილი გააჩერე და ასე შემდეგ. აი არ შეშინდნენ. არ შეშინდნენ. ესენი არიან ცოტანი, ჩვენ ვართ ბევრი. თუ ყველა ამოიღებს ხმას, აი წარმოიდგინეთ რა შეიცვლება, ხო? პრეზიდენტები იცვლებიან და ეხლა დირექტორის შეცვლა და უფროსის შეცვლა არაფერი ის არ არის პრობლემა. მithumetes თუ ეხლა მოლაპარაკებებზე წამოვლენ, ხომთლად უკეთესი. იმედია რომ ქვეყანაში ესეთი პრობლემები აღარ იქნება, აღარც რომ ის ინსპექცია დაგჭირდება, აღარც ის და ხა შეიძლება კი უთანხმოება რაღაცა წარმოიშვას, მაგრამ მოგვარდეს ან მედიაციით, ან მოლაპარაკებით. სამწუხაროდ, ჩემი დამსაქმებლების მსგავსად ძალიან ბევრი არ მოდის, მაგრამ ხმა ამოიღეთ. აგრძნობინეთ თქვენი ძალა და დამიჯერეთ, ყველაფერი მართლა კარგად იქნება.